თბილისის 45 საჯარო სკოლა ერთ-ერთია, სადაც მუნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა. სკოლის დირექციამ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედა და საჭირო ზომები პირველივე დღეს მიიღო. საკლასო ოთახები დასუფთავდა, ჩატარდა დეზინფექცია და განისაზღვრა წესები, რომლითაც მუნის გავრცელების პრევენცია შეძლეს. ჩვენი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლეს დაუფიქსირდა მუნი. როგორც კი მშობელმა შეგვატყობინა ფაქტის შესახებ, პრესიერად დაუკავშირდი ეპიდემიოლოგს და ინფექციონისტს. მისგან მივიღე რეკომენდაციები თუ რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო სკოლაში. ჩავატარეთ სკოლის დეზინფექცია. მოსწავლეები, რომლებიც კონტაქტში იმყოფებოდნენ მოსწავლესთან, მათ მიმართ იყო რეკომენდაცია, რომ დაკვირვებოდნენ მშობლები და თუ რაიმე ნიშანს შეამჩნევდნენ, მიემართათ კანის სპეციალისტისთვის. სკოლებსა და ბაგაბაღებში მუნის დაფიქსირების შემდეგ სოციალურ ქსელში გახშირებულ ჩივილს დღეს განათლების სამინისტრომ უპასუხა. უწყებაში განმარტავენ, რომ ერთეული შემთხვევები არანაირ რისკებს არ უკავშირდება. საგანმანათლებლო დაწესებულებებში კი დეზინფექცია მუდმივად ტარდება. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ზუსტად იციან ასეთი ფაქტის არსებობის და დაფიქსირების შემთხვევაში თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ისინი მყისიერად მიმართავენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური უკვე თავად რეაგირებს კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით. ძლიერი და გამწვავებული ქავილი, მცირე ბუშტუკები კანზე, ეს მუნისთვის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომებია. სპეციალისტების განმარტებით, ის სიცოცხლისთვის საშიში დაავადება არ არის და მის სამკურნალოდ ბევრი მალამო არსებობს. მუნი არ არის მომაკვდინებელი დაავადება და პრაქტიკულად 100%-ში 3 დღეში არის განკურნებული. პირველი და ცალსახა სიმპტომი არის ქავილი. განსაკუთრებულად ღამის პერიოდში, როდესაც ერთი პაციენტი არის დიაგნოსტირებული მუნით, აუცილებელია, რომ ის ოჯახის წევრებმა ჩაიტარონ სათანადო როგორც მინიმუმ პროფილაქტიკური მკურნალობა. საქართველოში ევროპის ქვეყნების მსგავსად მუნი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აღენიშნება. ის პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ეგრეთ წოდებული მუნის ტკიპა იწვევს. დაავადება კანით კანზე, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტით ვრცელდება და სიმპტომების გამოვლენა ინფიცირებიდან 4-8 კვირის განმავლობაში ხდება. არა მარტო საქართველოში, არამედ თქვა ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის წლის განმავლობაში რაღაც 1%-ს მუნი აღენიშნება ხოლმე. დაახლოებით ასეთივე მონაცემები გვაქვს 1%-ზე ნაკლებია საქართველოში. საპანიკო არაფერი არ არის, იმიტომ რომ მუნი ყოველთვის არის, ყოველწლიურად არის, არა მარტო როგორც თქვი საქართველოში, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, არაფერი მატება არ შეიმჩნევა დაავადების. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში მუნის შემთხვევების მატება არ ფიქსირდება, შესაბამისად პანიკის საფუძველიც არ არსებობს.